გაუმარჯოს ხალხო. დღე რომელსაც ყველაზე ძალიან ველოდები ხოლმე. ლიტონიობა. პირველ რიგში გილოცავთ ცეცხლის გარდმოსვლას იერუსალიმში. პატრიარქი შევიდა და ცოტა ხანი დაყუნდა, ცოტა იყოს შემეშინდა ამდენი ხანი მეთქი, თუ შაშან ძალიან მალე აინთოს ანთელი და მოკლედ ყველაფერს ისევ ტოვებთ. ვინ რა პოზაში ეძინა შუადღის მერე და ჩავიცვათ საკმაოდ თბილად, იმიტომ რომ შეიძლება ტაძრის გარშემო შემოვლისას 12 საათზე წვიდეს და რა ვიცი, შეძლებს დაგვარად. ჩავიცვათ მოკლედ და ვეცდები რაღაცები გადავიღო და განახოთ რა ხდება ჩვენთან ტაძარში. მეც თვითონ ჩავიცვებ ცოტა. რა გავამზადოთ? და ის რა ვქენია და თავსაფარი. თავსაფარი სადავდე ჩემი მოწმობ. იცი რა მომენტი მახსოვდა რომ ესა რომ მოვედით წეღან მოიხსენ და გადავკეცე და სადღაცას ჩავდე, ეგ მახსოვდა ზუსტად. გადავაბრუნე ახლა ყველაფერი და იმის ჯიბეში ვიპოვე. პანტოსი. მაცვია თბილად, შიგნიდანაც გრძანკლავიანი მაცვია. ცოტა ჩატანებაში ვიწყალე ბარბარე მომეხმარ. ეს მაღლა ვიწიე რომ დაბლა რო ვიწევ ხოლმე ცუდად ამაკ. ხო და ავიწიე და ესე ჩავიტანე და ბარბარე მომეხმარე ჩატანაში. თორე რაღაცა კომფორტული საროჭკა ის ძალიან მიყვარს რა. მით უმეტეს ბევრი ხშირად არ მაცვია. რა უყო, რეზინი მომიტანე მეთქი. თბილად ხარ? კი. ხო, კაი, ხა მე მას ვიზავ და დანარჩენს გარეთ გაგამზადებ. ის კურტკა შავ-შავ ხო. ხო, გაიტანე, დამაცადე ახლა და გარეთ მოსახვევიც აიღე. ნინოსავით ამაკ ამადგილას. ესეც. ყველანაირი საქმე უნდა გავაკეთო ხვალე. მაგრამ ხვალე დაგუპატიჟეს დაბადების დღეზე. ჩემი მულიშვილის ბავშვის. რაშიც მამიდაშვილის ბავშვის ტიტე გახდა 2 თუ 3. ან 2 არ 3. ხო და რას ვიზავთ არ ვიცი. ერთი რა არ მესმის ცი მოსახვევი რო უკეთიათ. ეხა განახებთ. არა, ეს მესმის. კაი, ეს მესმის, რატომაც. მარა ზოგს ეს ეშლება და ეხა განახებთ როგორ ეკეთა ერთს წეღან ვუყურებდი, ანუ არსაც აპირქავდეს მეთქი. ესი არა ხალხო. ესე თუ ვიტყუებოდე გებიცებით. რომ ხედავდი სულ მქონდა რომ ვისულიყავი და ესენი გადამეწია. აღონდა მართლა. ხო და ხარ ვიცი რომ ხა ეს ყველაფერი ხელ შემიშლის და ამის ნერვი არა, მაგ იმიტომ ვიკრავ. ხო და ეტყობა გაქანებული ნერვოზის პატრონებს. არ უნდა გქონდეთ მასე. ეხა ეს რა არის? ეხა ეს რო დავიტო. შეძლია დაიცადეთ.
თან წეგან ერთ ბავშვს თმა ალდა სანთელთან გაიარა და კაი დღე არ დაადგა. გვიმსიქცე თმა და ბარბარეს უთხარი, სანამ აისი არ მოგიო მოვთხარი, არ შეიკრავ თმას. და ეხლა მოვიდა და ჩამიწანი რა. რომელი საათია? 25 წუთია 11-ის 11-ზე უნდა გავიდეთ. ამას ვერ ჩავიტან. გავამზადე პასკა, ყველი და კვერცხი, გავამზადე და ჩავდე დიახ იმ კვერცხში. ვერცხლისფერ კვერცხში ისე საყვარლად ბზინავს, რომ რა იყოს. ეხლა ვფიქრობ, რა ქვია, პარკში ჩავდო, თუ ეგე წავიღო. პარკში ჩავდებ. ეგე ჯობია. წეღანს ყველამ ერთად უყურეთ ქრისტეს უნებას. 12 სახარებაზე რო ვიდექით, უნების სახარებები რო წაიკითხა, დიდ ხუთშაბათს ბარბარე მეკითხებოდა განმარტებებს სახარების 12-ვე სირა იქ პარალელურად და რაც შემეძლო იქ ვუხსნიდი, თქმა დაბლა დაასწრაფად. და მე ვუთხარი, რომ ეხლა მეთქი იქნება ქრისტეს უნებანი და აი მას რო უყურებ, კი აქვს ნანახი ალაგ-ალაგ. აი სულ ყველაფერს აღიდგენ, მე ვუთხარი, რაც აქ წაიკითხა მამაო და წეგან მართლა რო უყურებდა და რაღაცები, აი როგორც განმარტებასავით, ისე იყო ის ფილმი მისთვის. ესეც ესე, სხვა არაფერს არ ვაკეთებთ. ეს ჩავიყოლი ამაში, რომ მეცა ეს კუდი. სადა აქვს წვერი ხალხ? აი, იპა. ეხლა წვერსაც დავამაგრებ. აი, იქ რო აღარსად არ წავიდეს. აი ესე. Всё. არ უნდა დაგვეძინოს, არ უნდა მოვითენთოთ. მაგრამ უკვე მეძინება. ნინო, ისა, ჩაიძვიხზე, ჩემებით შემოიტანე რა ბარე და მას შეგიკრა მეორე რეზინიც მოიტა ჩაგიწნა. ვითომ არ მინდოდა ჩექმების ჩაცმა, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა ჩექმები ჩავიცვა. ტორო ისა, არ მაწუხებს ეგ. წვიმა იყო იცით როგორი საშნელი. ხუდალია ხა. არუშ. მოსახურიც მოგეტანა და. მოგეტანა. წეგან რომ მივედი ის კამი იქ არ იდგა და ინკალობლებს ხრიგენეთმა. მიყურა თათია. რა ეს ნიმას ვიქენია გამისწორი. რა? სკრაფად ნახე. იქიდან მომიტანა სკამი დაჯიქით გახარო. იდედი დაყოლები. რა მოგვა?
კვერცხი, პასტა. ყველი. ყველი ხო არ ყველი. როგორ არის ყოველთვის მე გვაქვს. ერთი ეს ელენეს საროჭკა მოიღე ერთი აბა აქედან. აი ეს ელენეს საროჭკა მოვაბრძანოთ ჯასტინის. პარკით წამიღოთ ჩვენი კვერცხი. ამაზე პატარა პარკი არ გვაქვს დაბლა. საერთოდ სვეცკური პარკი რატო არა გვაქვს? ჰა? იმაში ერთხელი კვერცხი. რა? კვერცხი დეო. თვითონ ის კვერცხი ხო უნდა ჩავდო მე რამე. მოდი. ის მეორე დასაწყისი. მოდი. შეიკუნტე რამენაირად. ადი, ეგ არა, ადექი. აი ეგ ფეხს დაჭიქი. ეს. ქათმის წონა. აუ, ის ხوار გაგიკეთო. კრუგი კი არა და რა ქვია. კოსა. ჰა? ხო. იმიტომ რომ თუ დამეცინაში მოგეყვეთ. აი მე უნდა მომეყუდო მე როგორ მაგრად ვიდგები იქ. არა, დაჭდომილი. იცი რა უნდა წავიღოთ? ის პლედი. ხო. თუ არა დასასწრებო. პლედი არა. ხო ის. დიდი მსქელი კაშინი მაქვს და დედა იქ. იმ რეზინით ჰანდაგა. თუ ჯერ მეორე წოვიდა. არ მინდა. არ მოგძრება თუ მოგძრება შეგიკრავ. გადმოწეთავი. შუბლზე გაისწორე. ჩამოწიე ნორმალურად სადამდე უნდა გქონდეს. აი ესე. აი ისინი მტკივა ხარ. მე რა რო გიჭერდა გეუბნები რომ კიდე დანგაშვილი გააქვს ეგ. არ გამოდგა. ორივე სადაც. ცეკვის კოსა უნდა გავუკეთო. ძალიან მალე გავიდა ეს აღდგომის. ეს რა? აღდგომის მაგრამ. კი, ნამდვილად. აი მაშინ იჭერს. არ კიდა. აქ უჭერს, იქ უჭერს. იჭერს და რა ვქნა. შეიძლება მქონდეს მოკლედ, მაგრამ არაფერსად არ მოგიჭერს. აჰა. ესე. აბა, ეგ დაიმაგრე ხა დაიცდე. აი. აი თავსაბურავით მოინადრე. 40 დღისა იყო ამ თავით. ესენი ხა შეიწიე ესენი. აი გრე. всё. ეს პალტო უნდა ჩავიცვა. კი მეზარება რაღაც დაგიმალოთ და პალტოს ჩაცმა. უკლავება ხო არ ჩავიცვა. იმიტომ რომ ეს ორი გზა მკლავიანი რომაც ვითომ შემცივდება. თუ ის თხელეზე და ჩავიცვა. პალტო არ მინდა მძიმეა. თან ეხა იქ სიცივით რა გითხრათ. ეს ჩავიცვა თუ ეს ჩავიცვა. თუ ეს ჩავიცვა. ეს ძალიან ხელი. თუ ეს ჩავიცვა. თუ პალტო ჩავიცვა. გადავწყვეტ. ოდეს. აი ასე. სუბუქად და კომფორტულად. დავიდეთ ახლა ვნახოთ პარკი რო კვერცხი ჩავდოთ. ეს გავთიშოთ.
არის საშინლად ნაწვიმი, მაგრამ ამწამს არც წვიმს და რო გითხრათ უიცივა მეთქი არ არის. აბა ავანთოთ ახლა და ჩვენ აქ უნდა ნახოთ პარკი. რამე უბრალო. აი შიგოვე. ახლა განახოთ ჩემი კვერცხუნია. სამივე კატა გარეთ ახართ ხო? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. გადიხობარით. გამარჯობათ. შეხედეთ ახლა ამას. მოიცადე? ერთი წამით. ეს სოყოლობა. არ მინდა რომ ნათითურები დაეწყოს. ამიტომ როგორც ჩაიტილოთი გავწმინდე, გავაპრიალე. დევს პასკა ყველი და 6 კვერცხი. ანუ თითოზე თითო. მართალია ჯერ 5 ვართ, მაგრამ მე 2 შევჭამ. ძალიან საყვარლობა ესეთი შაშანა რაღაცა პატარა კალათით გავატანე, მე არ ვიყავი და წელს ესე ლამაზად წავიღებ. თუ ეს ზედაპირულად დაზიანდება წლების მერე, ყოველ წელს განვაახლებ ხოლმე სხვადასხვა ფორმით, რომ ტრადიციად ვაქცევ, სულ ამ კვერცხით რომ წავიღო საღდგომო რაღაცეები. ეს არის ჩემი მამთილის საჩუქარი. ეხლა ჩავდოთ უბრალო პარკში. ჩემი კვერცხუნია მზად არის. დასაღებად. დამრჩა აქ 3, 6, 8 კვერცხი. ხვალეც შევღებავ. ასე რომ არა უშავს კვერცხი ბლომად აქვს. ესე ამას ვერ ვიკრავ. ბავშვი მიჭერს. აბა ხარ წაველი და მრავალ აღდგომას დაესწარით. ჯანმრთელებით, ღებძელებით და ბედნიერებით ფარავდეთ ყველა სოფალი. ბაი. დროებით. ხო, ცოტა კადრებს გადავიღებ რაღაცებს და მე ცალკე დავდებ თუ რა ხდებოდა ჩვენს ტაძარში საღდგომო.